აია და ჩამოვიდნენ ისინი, რატო არ ჩამოვიდნენ? გამოიხედეთ ერთი დავსო არ მაქსიმუმ მოვაწყობ. ეგ ვიცი. მოგესალმებით. მოვლენ ახლა კინოდან გამოსული ხალხი. მოგესალმებით ქუთაისიდან. ქუთაისში დღეს 30 სექტემბერს ეწყობა მედიის მხარდამჭერი მარში სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს ქართული დამოუკიდებელი მედიის მოგუძვას, შეიძლება ასე ითქვას, და ქართული დამოუკიდებელი მედია იბრძვის გადასარჩენად, იბრძვის იმისათვის, რომ თქვენამდე მოიტანოს ამბები, ნამდვილი ამბები, გადამოწმებული ფაქტებზე დამყარებული ამბები. დღევანდელი მარში ქუთაისში ეწყობა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ქართული მედიის გადასარჩენად. ქუთაისის მერიის წინ არიან შეკრებილები, აქციის მონაწილეები, აპირებენ მოაწყონ მსვლელობა. თქვენ ახლა ხედავთ მერიის წინ შეკრებილ ადამიანებს. სინათლე არ უნდა ჩაქრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ელოდება უკვე ხდება და უკვე მოხდა რუსეთში. და საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი, იმიტომ რომ ქართული ხალხი იმედი მაქვს არ შეეგუება ყველაფერი იმას, რასაც ჩვენი ხელისუფლება დღეს აკეთებს ქართული ხალხის წინააღმდეგ. სინათლე არ უნდა ჩაქრეს. გამარჯობა, მოგესალმებით. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ.
რომ მითხრათ, რატომ არის მნიშვნელოვანი მედიის არსებობა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის არსებობა საქართველოში. მედიის გარეშე არ არსებობს სიმართლის გადება. დღეს ონლაინ მედია, განსაკუთრებით ონლაინ მედია არის ძალიან კატასტროფული, ფაქტიურად დახურულია. რაღაც პერიოდის სინათლე ჩააქრეს და ეხლა ცდილობენ ერთიანად შეუტიონ მთლიანად პროპაგანდისტულ მედიას. რეალურად ჩვენ აი ამ მედიით გავიგეთ ამ ხნის განმავლობაში, 10 თვის განმავლობაში ფაქტურად არ ყოფილვართ ჩვენ ინფორმაციულ ვაკუუმში. იმიტომ რომ ვინც მისმენთ ჩვენ, ვინც კითხულობთ ონლაინ მედიას, ჩვენ ატიმრების ამბავით სხვანაირად შევხედეთ, შევიყვარეთ, ისღიმილის ბიჭები, ჩვენ ასე ვერ გავიგებთ ჩვენი მედიას. ამ დონეზე რომ არ გაეშუქებინათ ეს მართალი სიტყვა არ ეთქვათ მათ. ამ ხის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ისინი შემთხვევაში საქართველოს მოხდება ის, რაც უკვე ხდება რუსეთში. სიმართლეს მაინც გვებულობთ და კიდევაც გავიგებთ სიმართლეს. დიდი მადლობა თქვენი სახელი და გვარი. გულიკო ბენას. მადლობა თავდაპირველად გულიკო. თავისუფლება დამოუკიდებელ მედიას აშენებებს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს. თავისუფლება მზია ამაღლობებს, რომელიც უკანონოდ იხდის სასჯელს ამ რეჟიმის გამო. თავისუფლება იმ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, რომლებიც ძალიან ბევრი არიან, ადამიანებს, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან საქართველოს სიყვარულისთვის. სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ დგანან და აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, როგორც მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა რეჟიმს. ჩვენს უკუთაისელებო, დღეს ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა იმის წინააღმდეგ, რაც საქართველოში ხდება. იმ ცდელობის წინააღმდეგ, რაც ითვალისწინებს თავისუფალი მედიის, თავისუფალი ხმის ჩახშობას. რომლის თავარი საკითხი არის ის, რომ როცა ხელისუფლება თავისუფლებას ოლიგარქია არა რუსულ რეჟიმს. თავისუფლება რეჟიმის ხმებს! თავისუფლება ალბათ მაყურებლისთვის ახალი არ იქნება თუ ვიტყვი რომ სინათლე არ უნდა ჩაქრეს. დაკავშირებით ალბეთ ინფორმაციას ჩვენ გებულობთ მხოლოდ იმ რეგიონში არსებულ ონლაინ მედიის საშუალებით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ონლაინ მედია გადარჩეს. ხვიშოვაშოთ მალზე არის ქუთაისი პოსტის წარმომადგენელი ქუჩა. რა ემუქრება ვეცდები ახლა გავესაუბრო. გამარჯობა. მედიის მარშში იღებთ მონაწილეობას. რატომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი დამოუკიდებელი მედიის არსებობა? უპირველეს ყოვლისა დემოკრატია არის ინფორმაცია. თუ მოქალაქეს არ აქვს ობიექტური, დამოუკიდებელი, ალტერნატიული თავისუფალი ინფორმაცია, მას არ აქვს შესაძლებლობა დემოკრატიაში კონდეს არჩევანი.
და სწორედ მედია უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მრავალფეროვნებას, ალტერნატიულობას, დამოუკიდებლობას და თუ ქვეყანაში გაქრება კრიტიკული და თავისუფალი მედია, მაშინ გაქრება ხმა, გაქრება ინფორმაცია. ამიტომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც დარჩება ხელმოცარული ჭეშმარიტებისა და სიმართლის ძიების თვალსაზრისით. დიდი მადლობა, ეს იყო ნუგზარ კოხრეიძე, რომელსაც ვესაუბრებოდით. ვართ ქუთაისში, მედიის მხარდამჭერი მარში ეწყობა. ვიღაცო მეგობრებო, გახსოვდეთ, რომ თუ დღეს ამ რეჟიმის მსხვერპლი არიან ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან დამოწნეული და სამშობლოს სიყვარულის გამო ყველა თქვენგან შეეხება ეს. და თუ კი დღეს არ იარსებებს თავისუფალი დამოუკიდებელი მედია, ხოლ არავინ არ იქნება თქვენი პრობლემების გამშუქებელი. სინათლე არ უნდა ჩაქრეს დამოუკიდებელი მედია საშუალებების ოფისში, ვისი ინტერესიც აქვს დღევანდელ რეჟიმს და რისთვისაც ყველაფერს აკეთებს, რომ შეზღუდოს დამოუკიდებელი მედიის მუშაობა საქართველოში და დაამყაროს დიქტატურა, რომლის უფლებასაც გართონებული ვარ ქართველი ხალხი მათ არ მისცემს. ბატონო, ხო ეგრეო. კითხავთ დღევანდელი მარშის შესახებ და ამ კამპანიის შესახებ. სინათლე არ უნდა ჩაქრეს. რას ეძღვნება ეს კამპანია, რამდენი მედიას ეხება და ასე შემდეგ. ჩვენ ერთთვის დავიწყეთ ეს კამპანია ონლაინ მედიების გაერთიანებით და როგორც მზიამ გითხრა, ვიბრძვით სანამ გვიან არ არის, ვიბრძოლებ სანამ გვიან არ არის. ის რაცაც დღეს თავისი რეპრესიული კანონმდებლობით რეჟიმი აკეთებს, მისი მთავარი მიზანი არის ჩაახშოს მედიების ხმა. და ეს გაერთიანებაც არის ზუსტად ერთად ბრძოლის, ერთად მოქმედების და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის ამსარი ერთობლიობა. ყოველდღიურად საზოგადოების მხარდაჭერას და ზუსტად ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ვიფიქროთ, რომ ამ ქვეყანაში მედია იარსებებს, დამოუკიდებელი მედია იარსებებს და სინათლეც აქცენტდება. მადლობა, ეს იყო თეო ქავთარაძე. მივხედავ ეკა ბხაკაძეს, ქალბატონო ეკა გამარჯობა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ, მინდა გკითხოთ, თქვენ იღებთ თქვენ ჯერ მუშაობდით და ახლა იღებთ ამ მარშში მონაწილეობას. რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მედიის არსებობა? წმინდა დამოუკიდებელ მედიას მე უყურებ სწორედ ონლაინ მედიას, რომელსაც ეხლა ყველაზე მეტად უჭირს, იცით ალბათ თქვენ და მაყურებელმაც ისე ბევრმა არ იცის იმის შესახებ, რომ ბევრ რეგიონში დღეს ერთადერთი ხმა თავისუფლების ბასტიონი არის ონლაინ მედია და მას ეხლა ძალიან უჭირს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი მედიის ხმა ისმოდეს, დამოუკიდებელი მედიის თავისუფლების დაცვა, თავისუფლების დაცვა. ჩემი აზრით ნიშნავს საერთოდ თავისუფლების დაცვას და ის რომ ეხლა სიტყვის თავისუფლების არის სინათლე და ცენზურა სიბნელე, მე მგონი გასაგებია, ამიტომ სინათლე არ უნდა ჩაქრეს. რატომ ეშინია ქართულ ოცნებას თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის? სწორედ მათ მიადგა და სწორედ მათ ჩახშობას ცდილობს, იმ ხალხის ჩახშობას, ვინც ობიექტურ, დაბალანსებულ, მიუკერძებულ ფაქტებზე დამყარებულ ჟურნალისტიკას ფიქრობ იმიტომ, რომ აი ონლაინ მედია, რომელიც ძირითადად იყო ხარდაჭერილი პროექტები
გრანტებით, რომელსაც ვერ უწოდებენ ვიღაცის დაფინანსებულ მედიას, ვერ უძებნიან, ვერ აშავებენ აი ამის ეშინოდათ. ამიტომ ეშინოდათ მზიას, ამიტომ ეშინიათ ბათუმელების, ამიტომ გამოიყენეს მზია, რომ დაესაჯათ ბათუმელები. ამაში რა საქმე ეს? ყველაზე მეტად ნამდვილი სიტყვის ეშინიათ და თავისუფალი სიტყვის. თავისუფალი და დამოუკიდებელი სიტყვით დიდი მადლობა. ეს იყო ეკა ბხაკაძე. გამარჯობა. კითხავთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. თქვენთვის როგორც მოქალაქისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა? ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის პირველ რიგში მთავარი არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. სახელმწიფო შესაბამისად ავტომატურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაში გვექნება თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, რომელიც აუცილებლად იდგება მუდმივად ამ თავისუფლების და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე და შესაბამისად ჩვენი ყველა ჩვენგანის ვალდებულება არის, რომ დღეს დავიცვათ თავისუფალი მედია, თავისუფალი ხმა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ლია უკლება, მხატვარი. გამარჯობა. კითხავთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის როგორც მოქალაქისთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა? თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია განსაზღვრავს ქვეყნის ცხოვრების მაჯისცემას. ეს იყო იქამდე სანამ მედია გაჩნდებოდა სამყაროში, იმიტომ რომ თუ აღიარებთ რომ პირველად იყოს სიტყვა იქნება ბოლო ამ სამყაროში და ეს ციკლი გაჩენიდან დასასრულამდე თუ დასასრული როდესაც იქნება განგრძობითაც დაკავშირებულია სიტყვასთან. თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მედია, თავისუფალი პრესა, თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი აზროვნება არის ფუნდამენტური ქვეყნის არსებობისთვის. ჩვენ მივახცევთ თავისუფლებას, ეს ქვეყანა იქნება მოწინავე სამყაროში. რატომ ეშინია რეჟიმს დამოუკიდებელი მედიის არსებობა თქვენი აზრით? ზუსტად იმიტომ, რაც აღნიშნე თავში, რომ დამოუკიდებელი მედია და თავისუფალი სიტყვა განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრების ხარისხს ყველა ქვეყანაში. რეჟიმს არ აწყობს მაღალი ხარისხიანი ცხოვრება, ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი საზოგადოება, შესაბამისად ეშინია იმის, რაც ფუნდამენტს უკრის ქვეყანაში ხარისხიან არსებობას. ამიტომ ებრძვის მედიას. ძალიან დიდი მადლობა მადლობა ბათუმელებს, მადლობა მზიას, თავისუფლება მზიას, ხნეობა, გამძლეობა და ჩვენი მხარდაჭერა. მადლობა თქვენ სახელი და გვარი? გოჩა უგლავა. დიდი მადლობა. გოჩა უგლავა საუბრობდა ბათუმელების პირდაპირ ეთერში. გრძელდება მარში ბათუმში, ქუთაისში უკაცრავად მედიის მხარდასაჭერი მარში იმართება და მე ვხედავ მიშკო მუმლაძეს. გამარჯობა მიშკო, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. ვინ თუ არა თქვენ უნდა ილაპარაკოთ რა მნიშვნელობა აქვს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას? კი, გავიხსენებ რამდენიმე დღის წინანდელ ამბავს, როცა დაიჭირეს მაგალითად ბიჭიკო პაიკიძე, რომლის შესახებაც თავისუფალი მედია რა არასამთავრობო სექტორი ბევრად ადრე წერდა. სწორედ ესაა მიზეზი, რატოც ქართული ოცნება ებრძვის თავისუფალ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ ამ ხალხის ჟურნალისტური გამოძიება, კორუფციული სქემები რაც გაშიფრეს, ისინი არ იყოს გამოძიებული და ნათელი მაგალითია იმისი, თუ ვინმე იცის და ცხადია ქართული ოცნების სამომხმარებლების გაბრაზდნენ, რომ ვიღაც ბიჭიკო პაიკიძე თურმე 4 მილიონს პარავს, მაგრამ იმას არ უყურებენ, რომ ეს ხალხი თავისუფალი მედია ამაზე ბევრად უფრო ადრე საუბრობდა, ვიდრე თავად ქართული ოცნება აღმოაჩნდა და მე მგონია რომ ამიტომ უნდა ტელევიზიების დახურვაც, არასამთავრობო სექტორის დახურვაც, რომ მათი ბინძური საქმეები არ იყოს სააშკაროზე გამოსული. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო მიშკო მუმლაძე. მარშის მონაწილეები დაბრუნდნენ ქუთაისის მერიასთან. ყოველ დღე
300 დღეზე მეტია. მსგავსად თბილისისა და მსგავსად ბათუმისა ქუთაისშიც იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ 300 დღეზე მეტია ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩაჭრას ევროკავშირისკენ მიმავალი გზები და თქვას უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მარში დაბრუნდა, ასე ვთქვათ, ქუთაისის მერიის წინ, საიდანაც დაიწყო და აქედან გაგრძელდება აქცია. გაამრავალფეროვნეთ და გავდიდეთ ქუთაისის ეს პროტესტი, რომელიც უკვე 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს ამ ქალაქში, ამ ადგილას. დიდი მადლობა ყველა მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით თავისუფალ და კრიტიკულ მედიას, იმისათვის, რომ თქვენ პირველები ხართ, როგორც წესი, სწორის ხალხზე დემოკრატიისთვის. თქვენზე პირველებზე წდება ჯოხი, როდესაც ავტორიტარებს უჩნდება სურვილი დაამარცხონ ამ ქვეყანაში დემოკრატია. ფეხქვეშ დათელონ ადამიანის უფლებები და დააბრუნონ ეს ქვეყანა იმ ქვესკნელში, რომლიდანაც ჩვენ გამოვედით მრავალი წლის წინ და ეს იყო საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება. მადლობა თქვენ იმისათვის, რომ დღესაც რჩებით ამ ქვეყანაში, დღესაც იბრძვით ყოველდღიურობისთვის, დღესაც ვცდილობთ, რომ შუქი არ ჩაქრეს, რომ ხალხმა მიიღოს ალტერნატიული, კრიტიკული, დამოუკიდებელი, თავისუფალი და ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე. მადლობა თქვენ იმისათვის, რომ იბრძვით ციხიდან, გარედან, ოფისებიდან, თქვენი გვერდებიდან, ინტერნეტ გვერდებიდან, ტელევიზიებიდან და ყველგან სადაც ეს შესაძლებელია. იბრძვით ჩვენთან ერთად, მოქალაქეებთან ერთად, ქუჩიდან და ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად ხართ თავდაცვის ობიექტები, ყველაზე მეტად ხართ რეპრესიების ობიექტები, ყველაზე მეტად ხართ დაჩაგრული ამ ბრძოლის გამო, თქვენ არ წვდებით. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მედია გვაძლევს დღეს იმედსაც და სწორედ კრიტიკული მედია სიამაყლობების თაოსნობით გვაძლევს ჩვენ მოტივაციას. უბრალოდ მოქალაქეებს, უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც გავართ 300 დღეზე მეტი ამ ქუჩაში, დარჩეთ ამ ბრძოლის ველზე და მიბრძოლოთ მანამ, სანამდე განთავისუფლებული არ იქნება სიამაყლობელი და მისი სახით კრიტიკული, თავისუფალი მედია. განთავისუფლებული არ იქნებიან სინდისის პატიმრები, რადგან ისინი არიან ჩვენი სინდისი. სანამ განთავისუფლებული არ იქნება ქვეყანა ავტორიტარებიდან, ქურთ ბაცაცებისგან და ადამიანებისგან, რომლებმაც საფრთხე შეუქმნეს ამ ქვეყანას, რომ ის დაბრუნდეს ქვესკნელში, საიდანაც ჩვენ გამოვედით. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება აუცილებლად დადგება. დადგება იმიტომ, რომ ზაკრულია სატანა, ზაკრულია ის ხალხი, ვინც დღეს იბრძვის, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები, არანაირი დემოკრატიულ ჩარჩოებში ისინი არ ხედან, მხოლოდ სიკეთე ვერასდროს ვერ იბრძოლებს ბოროტებით. ამიტომ ჩვენ მაინც სიკეთით ვიბრძოლებთ და ბოროტება აუცილებლად დამარცხდება. შეიძლება უცნაურად უფრო მეტხანს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. თავისუფლება სინდისის წინ. თავისუფლება მზიამაღლობელს. თავისუფლება. თავისუფლება. მეგობრებო, დიდი მადლობა პირველ რიგში ყველა იმ ადამიანს, ვინც აკახათ, მიუხედავად ამინდისა, ვინც მოხვედით და კიდევ ერთხელ
მე მგონი ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ მიუხედავად მცდელობის რეჟიმი ვერანაირად ვერ დაამარცხებს თავისუფალ სიტყვას, ვერ დაამარცხებს ამ ადამიანების ბრძოლას, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსული და არ ეშინიათ არაფრის. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ეს რეჟიმის ციხეებში ხავს გამოწყდეული, ძალიან მალე იქნებიან გარეთ ჩვენს გვერდით. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უკანონოდ იხდის დღეს სასჯელს. და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თავისუფალ დამოუკიდებელ მედიას რეჟიმი ვერ მოერევა. ვერ მოერევა, რადგან დღეს ეს ადამიანები ყველანი ერთად დგას. და ასე ერთად შეკრული ადამიანების დამარცხება ძალიან რთულია. მადლობა ერთხელ და კიდევ ერთხელ ყველამ ერთად დავიძახოთ, რომ სინათლე არ ჩაკრება. გამარჯობა, ჩვენთან ერთად არის ირაკლი ვაჩიბერაძე, ინფო იმერეთის დამფუძნებელი. ირაკლი, გკითხავთ, რატომ ეშინია ქართულ ოცნებას თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა? მანანა დავიწყებ იმით და პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ქუთაისელებს წვიმის ნალექის მიუხედავად. თქვენ ხედავთ, რომ ათეულობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა მედიის მხარდასაჭერად. ამ ქალაქში ძალიან კარგად იციან მედიის მნიშვნელობა, ამ ქალაქში ძალიან კარგად იციან მედიის როლი და ფასი. სწორედ ამიტომ ფერადი საწვიმრებით ევროკავშირის დროშის ფერებში გაფორმებული ქოლგებით უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეთ მედიას. რისი ეშინია ქართულ ოცნებას? ქართულ ოცნებას ეშინია სიმართლის ხმის. ქართულ ოცნებას ეშინია რომ არ უნდა მას იყოს ქვეყანაში სინათლე. ასე ხდება სამწუხაროდ რუსეთშიც, როდესაც განსხვავებული შეხედულების მქონე ჟურნალისტებს ხელბორტილებს ადებენ, განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე რედაქციებს აბოქრომებენ და ასე შემდეგ. თუმცა თქვენ გინახავს წლების განმავლობაში, რომ არც ერთ ხელისუფლებას არასოდეს არ უნდა ძლიერი მედია, თუმცა ვერასოდეს ვერ უგებდა ხელისუფლება მედიას. სინათლე არ ჩაქრება, კრიტიკული მედია არ განადგურდება და ჩვენ ყოველთვის შევასრულებთ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას და ჩვენ ყოველთვის ვამხელთ ხელისუფალს, არ აქვს მნიშვნელობა რა სახელი ერქმევა ამ ხელისუფალს და ყოველთვის ვამხელთ და მოვამზადებთ სიუჟეტებს, რადიო მასალებს, სტატიებს იმის შესახებ, თუ როგორ ჭამს ხელისუფალი ქართული ხალხის გულს. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ირაკლი ვაჩიბერაძე. ირაკლი ვაჩიბერაძეს უსმენდით. აიტანოს, მე არ მჯერავს, რომ ჩვენი საზოგადოება ამას აიტანს. არ არის. მხოლოდ 5 ადამიანის 10-ის 50-ის. ყველანი აკალის ნუკლეარული ჩაქის დამოუკიდებელი მოვლენებია და გამარჯობა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. მინდა გკითხოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა, არსებობა? პირველ შეკითხვა ეს არის. თავისუფალი მედიას უმთავრესი როლი უჭირავს დემოკრატიისათვის ბრძოლაში და სწორედ ის, რომ 300 დღეა უწყვეტი პროტესტია ქვეყანაში, ესეც მედიის დამსახურებაა. თუ არ იქნება თავისუფალი მედია, უბრალოდ ადამიანების დიდი ნაწილი სამართალს ვერ იპოვოს ამ ქვეყანაში. ამიტომ ებრძვიან მედიას. მედია არის მნიშვნელოვანი იარაღი და სწორედ ამ იარაღის ჩამორთმევა უნდათ ქართველი ხალხისთვის, რომ როგორმე სიგნელემ დაისადგუროს. მაგრამ მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი არის გონიერი და იბრძოლებს ბოლომდე, რომ სინათლე არ ჩაქრეს. რატომ ებრძვის თავისუფალ დამოუკიდებელ მედიას ქართული ოცნება განსაკუთრებით? რისი ეშინია რეჟიმს? რეჟიმი მილევად პირობებშია და როგორ გითხრათ, სულ ზღაფავს ესე რომ ვთქვათ და თუ კი ბოლო შუქს ჩააქრობს, რასაც ეხლა ქართული მედია წარმოადგენს, მას იმედი აქვს, რომ აქ ბოლომდე გაბატონდება და დაამყარებს კადიროვის რეჟიმს და მოხდება ამ ქვეყნის გარუსება და
მოკლედ წარმოუდგენელია ყოველ შემთხვევაში მე ესეთ დასასრულს ვერ ვხედავ და აქედან გამომდინარე არ მინდა რომ ესე მოვახდინო მათი იმედები გავამზაფრო, მაგრამ სწორედ ამიტომ, იმიტომ რომ კრიტიკული აზრი, თავისუფალი აზრი და სიმართლე ისმის ყოველ მედიას ახერხებდნენ და მათ შორის ონლაინ მედიის როლი ძალიან დიდია. და ამიტომაც ებრძვის, იმიტომ რომ ეს არის უკანასკნელი სხივი, რომელიც ახლა ამ ქვეყანას ანათებს. ძალიან დიდი მადლობა ქეთი დეისაძე საუბრობდა ბათუმელების პირდაპირ ეთერში. თავისუფლებამ ზეამაღლობა. მადლობა. გამარჯობა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ, გკითხავთ თავისუფალი დამოუკიდებელი მედიის როლსა და მნიშვნელობაზე. რატომ არის თავისუფალი მედია აუცილებლად? ის რომ საქართველოში დღეს ჯერ კიდევ საზოგადოება გენერალს რა არის, როგორი არის რეალობა, რა ეტაპზე ვართ უკვე შესულები, რა სურათი გვაქვს დღეს, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად თავისუფალი მედიის დამსახურება. ის რომ ჩვენი გვერდით დგომა ასევე სჭირდება თავისუფალ მედიას, არა მხოლოდ აი ჩვენ უნდა ვიყოთ, თითოეული მოქალაქე უნდა გამოვიდეს, თითოეულმა მოქალაქე უნდა აიმაღლოს ხმა და აი მანამ ჯერ კიდევ ვიდრე ჩვენ არა ვართ რუსეთი, ვიდრე ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია საზოგადოებას ჩვენი ხმის ამაღლებით, ჩვენი აქტიურობით, ჩვენი არდაღლით გავაგებინოთ რეალური სიტყვა, მანამ ყველანი უნდა გამოვიდე. აუცილებელი არის, რომ დღეს განსაკუთრებით ონლაინ მედიას, როდესაც ესე ძალიან უჭირს, თითოეული მოქალაქე დაუდგეთ გვერდით. სწორედ მათი დამსახურება. ისინი არიან დღევანდელი ეპოქის გმირები. სწორედ მათი დამსახურება ხდება ის, რომ დღეს მოსახლეობა მეტნაკლებად არა ვართ ინფორმაციულ ვაკუუმში და მეტნაკლებად ყველანი ერთად ვახერხებთ ხმის მამაღლა ძალიან დიდი მადლობა. მაკა ხეცურიანი საუბრობდა ბათუმელების პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, გკითხავთ ქართული დამოუკიდებელი მედიის როლსა და მნიშვნელობაზე. რატომ არის პირადად თქვენთვის მნიშვნელოვანი თავისუფალი მედიის არსებობა? დღეს საერთოდ საქართველოს მოსახლეობა და მთელი საზოგადოება ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგავარ. და სიმართლის გაჟღერება და მისი მოსმენა ძალიან დიდი დეფიციტი გაქვს. იქ სადაც ზეამაღლობელი დააკავეს ისე უსინდისო 60 ახალგაზრდა ამბობაში ეს დამოუკიდებელი მედია და საერთოდ იქნებოდით ძალიან ღრმა ვაკუუმში. მადლობა მათ აი ესეთი გამძლეობისთვის, აი ესეთი მედგარი, უშიშარი, აი ესეთი სიცოცხლე რო დადეს ყველაფერზე, სამშობლოსათვის გაიღეს ყველაფერი. მადლობა და სინათლე არ უნდა ჩაიგდეს. დიდი მადლობა, თქვენი სახელი გაგვარი? მერი ლობჟანი. ქალბატონი მერი ლობჟანიძე საუბრობდა ბათუმელების პირდაპირ ეთერში. როგორც უკვე გითხარით, ვართ ქუთაისში, სადაც გაიმართა მედიის მხარდამჭერი მარში, სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ქართული ონლაინ მედია იბრძვის გადასარჩენად იმისათვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ არ მოახერხოს ყველა თავისუფალი კუნძულის დახურვა, ასე ვთქვათ, მედია კუნძულის დახურვა ვერ მოახერხოს თავისუფალი და მართალი სიტყვის გაქრობა. ამის დიდი მცდელობები აქვს. რუსული კანონი მიიღეს, ეგრეთ წოდებული ფარა მიიღეს, რომელიც ახალი რუსული კანონია სინამდვილეში. მედიის რეპრესიები დაიწყეს, იცით თქვენ რომ 262 დღეა უკანონო პატიმრობაში ჰყავთ მზია ამაღლობელი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედია მენეჯერი. 60-ზე მეტი ადამიანი არის უკანონო ტყვეობაში. დღეს დილით ჩვენ გავიგეთ ახალი ამბავი, რომ დააკავეს გელა ხასაია, რომელიც არის ძალიან ცნობილი აქტივისტი და ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში სანამ ლაივში შემოვიდოდი, უცნობი იყო ბრალი და ბრალდებით იყო ის დააკავებული, მათ შორის მისი ადვოკატებისთვისაც. და გელამ რა წელებს გამოაგზავნა იზოლატორიდან, ის თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად, დაკავებულია ქართული ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი.
ქართულ თავისუფალ საზოგადოებას უწევს ბრძოლა რეჟიმთან, რომელი რეჟიმიც თავის მხრივ ებრძვის სინათლეს, ებრძვის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ აკეთებს დგამს სხვადასხვა ტიპის ნაბიჯებს, რომელი ნაბიჯებიც საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან და ევროპული ოჯახისგან. დიდი მადლობა, ვინც გვიყურებდით, ვართ ქუთაისში, როგორც გითხარით, სადაც გაიმართა მედიის მხარდამჭერი მარში. ირაკლი